შემდეგ გამოვაგდებს ეს პატარა რაღაცას, ნუ ამ შევსების შემდეგ დრაივერი დაყენდება. ამასაც რაღაც თქმა უნდა დრო სჭირდება. ეს არის ხმის დრაივერის ინსტალაცია რა მოკლედ. არაფერი სერიოზული აქ არ არის. რაც იყო თითქმის მოვჩით Windows გადაყენება დამთავრებული. ეს არის იმის დაყენება, რომ მემჭირდება ხმა. შეივსო. ამასაც რაღაც წამები დარჩა, შეივსო. გთხოვს კომპიუტერი გადარესტარტებას, მაგრამ მოდით ჩვენ არ გადავარესტარტოთ, რადგან კიდევ გვჭირდება მისი გამოყენება. ვაწვევი no, ანუ net და ვაწვევი მზად არის, ანუ Windows-ის ის მზად არის. ეხლა გამოვიღოთ ჩვენ ეს დისკი კომპიუტერიდან. მოახდინოთ მისი გამოყენება. და ჩავდოთ მეორე დისკი, ეს არის ვიდეო კარტის დისკი. ეს არის ვიდეო კარტის დისკი და ჩავდოთ ასევე ვიდეო კარტის დისკი. ამასაც რა თქმა უნდა დაველოდოთ. ესეც ასე. ეხლა ხდება ვიდეო კარტის ინსტალაცია, ანუ ეს რა რაღაც გაწელილი და ის არის. ამ ყველაფერს შემისწორებს, ნუ ეკრანი არ იქნება ესე დიდი ზომის. ნუ ინსტალაცია ჩვეულებრივად ხდება აქედან ნუ ვაწვევი install, ანუ დრაივერის დაყენება. და ხდება ესეთი ესეთი ფანჯარა, ნუ აქ ყველაფერი ძალიან მარტივია, უბრალოდ ნექსტების საშუალებით ხდება მისი დაყენება. მაგრამ მაინც გაჩვენებთ მას დეტალურად. რაოდენიმე ხანში გამოვიდებს ესეთ ფანჯარას, ვაწვევი next. შემდეგ რა თქმა უნდა ისევ yes. ეს ერთადერთი ხელშეკრულებებია. ეგ არის რომ სტრაფად უნელენ, უფრო სტრაფით სრული თუ არასრული ჩაწერა, მოკლედ რო თქვა და ვაწვევი რა თქმა უნდა სრულად ჩაწერას და ასე რა თქმა უნდა მას გვერდით აწერია, რომ ეს რეკომენდირებულია უფრო კარგი ინსტალაციისთვის. იგივე ხდება ეხა იწერება საჭირო მასალამისთვის, იწერება ვიდეო კარტის დრაივერი. ეს სხვადასხვა ადგილებში გამოგიდებს ესეთ უცნაურ ფანჯრებს, ამიტომაც უბრალოდ მას ყურადღება არ მივაქციოთ, ის თავისით გააკეთებს მის სამას. ნუ 1000-ში ერთხელ რა თქმა უნდა მოგთხოვს რომ დავაჭიროთ next. გავაგრძელო ინსტალაცია, სხვა არანაირად არ შეგვაწყობს. ნუ ახლა ეს მოდელისთვის და რომელიც ვიდეო კარტები Vista-ზე ან Windows 7-ზე ყენდება, ისინი უკვე აღარ გთხოვენ ამდენ next, უბრალოდ აქვს ერთი გაგრძელება და всё, არანაირი სხვანაირად ის არ გვაწუხებს. მორიგი ფანჯარა და კომპიუტერი გადავიდა ეს მდგომარეობაში, ან ის ისევ აგრძელებს ინსტალაციას. ხო, როგორც Windows 7-ზე ვიძახდი, მისი დრაივერი, მისი იგივე დრაივერი არანაირ პრობლემას არ იწვევს. ნუ ეს ახლა იწერს ეს არის ძირითადად გრაფიკული მასალისთვის აუცილებელი პროგრამები. ანუ ძირითადად წერს ეხლა რომ გრაფიკა იყოს უკეთესი და უფრო შეძლოს კომპიუტერმა კარგად მუშაობა. Windows 7-ის დრაივერი აღარ სჭირდება, ან Vista-ს დრაივერს არ სჭირდება ამდენი ჯერჯერობით უბრალოდ იგარით ერთი next-ი და ხდება მისი ავტომატიზაცია. ნუ თუ არ მოყვება ეგეთი დრაივერი კომპიუტერს, ანუ თუ თქვენი დისკი არის და არის ძველი დრაივერი, ანუ ხდება მისი ესეთი სახით ჩაწერა, შესაძლებელია თავისუფლად შეხვიდე წარმოებლის საიტზე, იგივე ATCOM-ზე ან Nvidia.com-ზე, მოძებნო თქვენთვის საჭირველი დრაივერი და მოძებნო ამ დრაივერის Vista-ის ვერსია, იგივე Windows 7-ის ვერსია და იგივე სხვა სისტემის ვერსია, ნუ რაც თქვენ გიყენიათ. მოძებნო მისი ვერსია და თუ ვერსია ახალია, რა თქმა უნდა ის არანაირად არ მოგთხოვს ესეთ არ შეგაწუხებს, ესე უბრალოდ მოხდება მისი ჩაყენება უფრო სწრაფად. და უფრო ნაკლებ დროში. ამ შემთხვევაში გვიწევს ლოდინი. რა ცოტა დარჩა და შეივსება. დაიწყო თავიდან, ისიც რა თქმა უნდა დავედოდოთ ამის. შევსების შემდეგ ისევ გააგრძელებს ინსტალაციებს.
კიდევ რამოდენიმე ფანჯარას ამოაგდებს. ჩვენ ამას უბრალოდ ვუყურებთ, არანაირად არ ვეხებით. შეიძლება ცოტა დრო დასჭირდეს ფანჯარის ამოგდებას, ხო, მაგრამ უნდა დაველოდოთ, რომ არ ვიფიქროთ, რომ იმან ინსტალაცია დაამთავრა. ინსტალაციის დამთავრებისას, რომ ინსტალაცია უკვე დამთავრდება, გაჩვენებთ თუ როგორ შეტყობინებას გამოგიგდებს ის. ისე ხდება საჭირო ინფორმაციის ჩაწერა და ისე მასჭირდება დრო. კიდევ რამოდენიმე ფანჯრები და ფანჯრები. XP-ზე დრაივერის დაყენება ეგეთი პრობლემატურია. პრობლემატურია უბრალოდ დრო უნდა ბევრი. და ასევე უაზრო დაყენებს და აყენებს რაღაცებს. დაამთავრა ამ ფანჯრის შევსება. დაველოდოთ შემდეგს. ეს ის არის, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ველოდებოდით, ანუ უკვე დამთავრებულია, სანამ ამას არ ამოგიგდებს, არანაირად არ შეიძლება მისთვის ხელი ხლება და შეშლა. ნაქვ ვიწერს, რომ იგივენაირად უნდა გადავარესტარტო კომპიუტერი, მაგრამ მე ვაწვევი no-ს, რადგან კიდევ მჭირდება რამოდენიმე რამის დაყენება, ამიტომაც ვაწვევი no-ს და ვაწვევი finish. კომპიუტერი არ გადამირესტარტო. ვიღებ რა თქმა უნდა ჩემს დისკს აღარ გვჭირდება უკვე. ეს დისკი აღარ გვჭირდება. ასევე მე ხა ვდებ უბრალოდ ვიდეო თვალის დისკს. რომელიც ჩემთვის ეს დისკი ზომაში ოდნავ პატარა არის. ესეთი პატარა დისკი. ჩავდი აი აქ. და ხდება მისი შეშვება კომპიუტერში. თქვენ შეგიძლიათ გინდა აუდიო დრაივერის გადარესტარტება გადაყენებისას და გინდა ვიდეო კარტის დრაივერის დაყენებისას გადაარესტარტოთ კომპიუტერი. ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ მე დროის მოგების მიზნით ჯერჯერობით არ მჭირდება. აქ ამ შემთხვევაში უკვე ჩემი ის არის. იოდიო დრაივერებში შევდივარ ჩემ ვიდეო კარტის დრაივერში. ვიდეო თვალის დრაივერში. ეს უბრალოდ აი ამ ვიდეო თვალის დისკია. აძვევი აქ next. და ხდება ვიდეო თვალის ჩაწერა. პრობლემა არავითარი არ არის. ეს თქვენ ერთს გამოგატივარ და ეს გვაძლევს უკვე რესტარტს. რა თქმა უნდა, ვაწვევი უკვე რესტარტს. ამ შემთხვევაში რესტარტის შემდეგ სისტემა ჩაირთვება აბსოლუტურად სრულად და ყველაფერი იქნება დღეს რიგში. უკვე აღენია ვიდეო, აუდიო, ყველა დრაივერი.
ამიტომაც სისტემა ჩაერთვება ნორმალურ რეჟიმში. Windows-ი გადაყენებულია. ეხლა უკვე შემეძლება ჩემი დესკტოპის გადაღება, ამიტომაც დესკტოპზე გადავიღებ და გაჩვენებთ თუ როგორ უნდა გავასწოროთ სხვადასხვა პარამეტრები, როგორ ვნახოთ ანტივირუსი და ვაყენოთ ქართული ენა და ასე შემდეგ. ანუ გავამზადოთ კომპიუტერი ნორმალური მუშაობისთვის. ჯერჯერობით რა თქმა უნდა დაველოდოთ ჩართვას. როგორც ხედავთ უკვე დაპატარავდა ის იმხელა ასოებით აღარ იწერება. და ასევე ეკრანმა მიიღო ნორმალური ზომა, უკვე Windows-ი გადაყენდა. ეხლა უკვე გავაგრძელოთ ჩვეულებრივად უკვე დესკტოპის გადაღება.